მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა გამვიხილო ტყვიების დეფორმაციის ტესტი. რამდენიმე სანადირო ვაზნას გამვიხილავ ინტერესის გამო და მინდა რაც თავარია გამვიხილო სიზუსტეში სასროლი ვაზნების დეფორმაციის ტესტი იმ შემთხვევაში თუ ამ ვაზნებს გამოვიყენებთ სანადიროდ. ზოგადად სიზუსტეში სასროლი ვაზნები არის განკუთვნილი სიზუსტეში სროლისთვის და არა სანადიროდ, მაგრამ მე პირადად მქონია შემთხვევა გაჭირვებაში, როცა ვაზნებს ვერ შოულობდი, გადამიხრეტავს FMG წვერიც და hollow point-ის წვერიც. hollow point-ის წვერი ცოტათი მეტად გამდიდებია და მინდა გითხრათ, რომ ნადირობის დროს საკმაოდ კარგი ეფექტი ჰქონდა და საკმაოდ კარგად დეფორმირდებოდა. აქედან გამომდინარე, შევამოწმებ რამდენიმე ტიპის სიზუსტეში სასროლ ვაზნებს, როგორც 308 კალიბრზე, ასევე 300 ვინჩესტერ მაგნუმის კალიბრზე. დღეს ჩვენ გავისვრით ამ ორი იარაღიდან, ორივე არის TICA T3X-ი. პირველია 308 კალიბრი კომპაქტ ტაქტიკალი ნეჟავეიკის ლულაზე და მეორეა 300 ვინჩესტერ მაგნუმი მესეც ნეჟავეიკის ლულაზე TICA T3X-ი სუპერ ვარმინდი. ესე იგი, დღეს შევამოწმებთ ამ ვაზნებს, რომელიც აქ მაქვს განთავსებული. ეს არის 300 ვინჩესტერ მაგნუმის TRG პრესიჟენი 175 გრეინი ქარხნული წვერით. შემდეგ მე ეს გადავხვით და გადავაკეთე სანადირო ვაზნად, იგივე ვაზნა არის, ცოტა გადიდებული წვერით, ეს არის მილიმეტრ ნახევარზე გადიდებული წვერი. ეს არის იგივე 300 კალიბრი, საკოს პოვერჰედი 2 სანადირო ვაზნა არის და სრულიად სპილენძის არის და გარკვეულ დონემდე დეფორმირდება. ამასაც შევამოწმებთ წყლის ბალონებზე. ეს არის 308 ვინჩესტერის იგივე ვაზნას საკოს TRG პრესიჟენი 175 გრეინი ქარხნული წვერით. შემდეგ იგივე ვაზნა არის 308 კალიბრის ჩემს მიერ გადახვრეტილი მილიმეტრ ნახევარზე სანადიროდ გადაკეთებული წვერით. ეს არის ფიოჩის 180 გრეინიანი ტყუის თავიანი ვაზნა და ბოლოს ფედერალის 175 გრეინიანი ტერმინან ესენცი. ესეც ჩვენი 3 ლიტრიანი ბოცები, რაზეც უნდა ჩავატაროთ ტყვიების ტესტი დეფორმაციაზე. ესე იგი, ჩვენ ახლა ვისროლეთ 300 ვინჩესტერ მაგნუმის ვაზნა TRG პრესიჟენი ქარხნულიდან ხელით გადახვრეტილ წვერზე. მილიმეტრ ნახევარზე იყო წვერი გადახვრეტილი. ესე იგი, პირველი ბოცა, რასაც მოხდა, არის ეს, გახვრიტა, რა თქმა უნდა, თავი ააძრო. მეორე ბოცა არის ეს, ესეც გაიხვრიტა და მესამე ბოცაში შევიდა და აქ უკვე გამოვიდა, მაგრამ მეოთხეში ვეღარ შევიდა და ტყვია დაიშალა ფრაგმენტებად. ეხლა ვნახოთ ტყვია. აი, ესეც 300 ვინჩესტერ მაგნუმის 175 გრეინიანი TRG პრესიჟენი. ფაქტიურად ტყვიისგან აღარაფერი არ დარჩა, დაშლილი და ეს სანადიროდ იდეალურ შედეგს გამოიღებს დიდი ალბათობით. ესე იგი, მეგობრებო, სამწუხაროდ 180 გრეინიანი 300 ვინჩესტერის ვაზნა საკოს პოვერჰედი 2 ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ 6 ბოცა იდო და 6-ვეში გაიარა და გახვრიტა. ამიტომ მე დავდებ სურათს, როგორი ტიპის ვაზნა არის, მთლიანად სპილენძი არის და ამიტომ ძირითადად ხრეტაზე მიდის იმის მიუხედავად, რომ პოლიმერის წვერი აქვს და მაგითო გაიარა ყველა ბოცაში. ესე ჩვენი ტყვია გადახვრეტილი წვერი დაიშალა ფრაგმენტებად და აი ტყვია გამოიყო სპილენძი. აი ესე არის დეფორმირებული. მე თუ მკითხავთ, სანადიროდ იდეალური შედეგია. ოღონდ 100 მეტრაზე გვაქვს გატესტილი და
შორ მანძილზე რა თქმა უნდა შემცირდება დეფორმირება, მაგრამ სრულიად საკმარისია პოლიმერის ჭერიანი ვაზნები დეფორმირდება აი ამ დონემდე. ეხლა ვისროლეთ 300 კალიბრის ფიოჩის ტყვიისთავიანი ვაზნა სანადირო. განვიხილოთ შედეგი. პირველი ბოცა გახვრიტა, მეორე ბოცა გახვრიტა, მესამე ბოცა გახვრიტა, მეოთხე ბოცაც გახვრიტა და მეხუთესია შესული და შიგნით არის გაჩერებული. აი, ყია გამოვიღებ და გაჩვენებ შედეგს. ეხლა ვისროლეთ 300 კალიბრის ტერმინალ SC ფედერალის 175 გრეინიანი სანადირო ვაზნა და შეხედეთ რა შედეგი გამოიწვია პოლიმერის ჭერზე, იყო ლურჯ პოლიმერის ჭერზე 1, 2, 3, 4, 5 და მე-6 ბოცაშია გაჩერებული ვაზნა. ეხლა ამოვიღებ ამ ტყვიას და გაჩვენებთ რა მდგომარეობაში არის. მოდით მეგობრებო, შევაჯამოთ დღევანდელი ტყვის დეფორმაციის ტესტის შედეგები. იდეაში ეს ტესტი ეხებოდა უფრო მეტად სიზუსტეში სროლის ვაზნებს ჩემს მიერ გადახვრეტილი ჭვერთან დაკავშირებით. სამწუხაროდ თვითონ სანადირო ვაზნების ორი ტიპი ვიპოვე. მესამე ტიპი საკოს პოვერჰედის 300 კალიბრის ვაზნა დაიკარგა და სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვეთ. ბოლოს სურათის სახით დავდებ ამ ტყვის დეფორმაციის ტესტის შედეგებს, რა მდგომარეობა განიცადა იმ სამივე მათგანმა, რაც ვიპოვე. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მეტი ჩემი საინტერესო ვიდეოს სანახავად გთხოვთ გამოიწერეთ და თვალი ადევნოთ ჩემს არხს.